შაორის ახალგაზრდული ბანაკი კვლავ ბრალდებების მიზეზი ხდება, თუმცა ამჯერად შესაძლოა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულამდე მივიდეს. სკანდალური დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ არასამთავრობოები უკვე პროკურატურის გადაწყვეტილებას ველოდებიან. საუბარია ახალგაზრდული ბანაკის გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე თბილისის ბიუჯეტიდან დახარჯულ 100,000-მდე ლარზე, რომელზეც ხელშეკრულება კახი კალაძის ცოლის ძმამ გიორგი არეშიძემ თავის მეგობართან გამარტივებული წესით გააფორმა. კახი კალაძის ცოლის ძმის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში განცხადება დღეს შევიდა. საგამოძიებო უწყებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიმართა, რომელიც გიორგი არეშიძეს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებს. მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ არეშიძემ დაახლოებით 100,000 ლარიანი ხელშეკრულება მის მეგობარს ომარ გოგუაძეს შაორის ბანაკში გახსნის ცერემონიის ორგანიზებისთვის გაუფორმა, თანხა კი თბილისის ბიუჯეტიდან გადაირიცხა. ომარ გოგუაძის ხელმძღვანელობით თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრი ფულის გადარიცხვამდე ერთი თვით ადრე შეიქმნა. არანაირი საჭიროება არ არსებობდა ახალი IP-ის შექმნისთვის, იმიტომ რომ მერიას თავისი IP-ები აქვს და მარტივად შეიძლებოდა ანალოგიური მომსახურებისთვის იმ IP-ებთან გაიფორმებინათ ხელშეკრულება, მაგრამ არეშიძემ არჩია თავის მეგობარს შეექმნა IP და 95,000 ლარის გადარიცხვა ეს ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე დადგა და გადაურიცხა საკუთარ მეგობარს. დოკუმენტების მიხედვით გიორგი არეშიძემ საკუთარ მეგობარს ხელშეკრულება არა ტენდერის, არამედ გამარტივებული წესით გაუფორმა. ამ ფაქტის შესახებ განმარტებებს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერიისგან ითხოვს. საგამოძიებო უწყების დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული გამოიწვევს. თუ რეალურად გამოჩნდება, რომ ამ პროცესში ადგილი ჰქონდა პირად ინტერესებს, ასეთ შემთხვევაში ცხადია შესაძლებელია ვისაუბროთ არა მარტო სამსახურებრივ პასუხისმგებლობაზე და ამდენიდან გადაწყვეტილება იქნება თუ სხვადასხვა, არამედ მართლაც სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. გიორგი არეშიძესა და მის მეგობარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ რეპორტაჟი ინტერნეტ ტელევიზია Fresh News-მა მოამზადა. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ომარ გოგუაძე, რომელსაც თბილისის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხა გადაურიცხეს, თბილისის მერიაში გიორგი არეშიძის თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდიდან მუშაობს. ომარ გოგუაძის ჩვენთან ამშრომლობს ის გიორგი არეშიძესა და ომარ გოგუაძის შესახებ თბილისის მერი არ საუბრობს. დავით ნარმანია აცხადებს, რომ დაინტერესების შემთხვევაში მერია პროკურატურასთან ითანამშრომლებს. ჩვენ მზად ვართ პროკურატურის ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ სათანადო პასუხი. ბრალდებების შესახებ კომენტარი არეშიძესა და მის მეგობარს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. კომენტარს არც საკრებულოს უმრავლესობის წევრები აკეთებენ. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე კი ოპონენტები საუბრობენ. ეს არის უბრალოდ თავხედური, ორი ხელით ჩაყოფა ხაზინაში, ეგინა 100,000 ლარის ამოღება და სახში წაღება. და ეს ახალგაზრდა ბიჭი დაღუპა კალაძეს ოჯახის წევრმა. თვითონ ხო დაიღუპა, თვითონ წარმოუდგენელია, რომ არ გინდოდეს სრულიად სამყარო რო ჩაერთოს. ამ ადამიანებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლეს. ადრე თუ გვია. გიორგი არეშიძის შესახებ გასაჯაროებული დოკუმენტების შესწავლა შესაძლოა საკრებულოს სარევიზიო კომისიამაც დაიწყოს. ამის შესახებ ინიციატივას ოპოზიცია უახლოეს სხდომაზე დააყენებს.